აფხაზეთიდან დროებით დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ორსულებს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში პირველი კონსულტაცია უფასოდ გაეწევათ. ასევე ბენეფიციარები მშობელთა სკოლაში უფასოდ ჩაერთვებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი პირადად შეხვდა სამედიცინო პერსონალს და გაეცნო მათ სამუშაო პროცესს. აგრძელებთ მუშაობას, რათა უზრუნველყოფთ სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობას. ის მნიშვნელოვანია თვალსაზრისით, რომ გათვალისწინებულია ორსული ქალბატონებისთვის, იძულებით გადაადგილებული ორსული ქალბატონებისთვის პირველი კონსულტაცია უფასოდ, რომლის შემდეგაც ისინი უკვე სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებენ და ჩაერთვებიან ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამაში. ზოგადად ღუდუშაურის კლინიკა პოლიპროფილური კლინიკაა და ჩვენ დიდი საშუალება გვაქვს და გამოცდილება იმის, რომ ნებისმიერი სირთულის პაციენტი მიიღოთ და მოვიმსახუროთ მაღალ დონეზე. საოცარი კაი დღეს შედგა დღეს გაფორდა ოფიციალურად მემორანდუმი აფხაზეთის მთავრობასა და ღუდუშაურის ადმინისტრაციასთან. ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრი არის პოლიპროფილური დაწესებულება, სადაც კეთდება ყველა პროფილით მაღალ ხარისხოვანია და ხო რა ძალიან გვიხარია, რომ ეს სერვისი, მაღალ პროფესიონალური სერვისი დაეხმარება აფხაზეთის მოსახლეობას.